ჩვენ ველოდებით კიდევ პასუხს, ვნახოთ რა გადაწყდება რეალობაში. ანუ ეხა არაფრის დღევანდელი დღის 12 საათიანი შედეგის შემდეგ არაფრის იმედი არ აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ კიდევ ხელმეორედ მივმართავთ წერილობით, თუ არა და მაშინ აუცილებლად მოვაწყობთ 24 საათიან პროტესტს, რომლითაც ალბათ უფრო მეტად შეწუხდებიან და აუცილებლად ვეცდებით, რომ ჩვენი სინდისის პატიმრების სიმართლე დავამტკიცოთ, რომელიც სასამართლოზევე დამტკიცდა და რეალობაში არც ერთ სინდისის პატიმარს არ ყავდა მოწმე და ვერავინ ვერ ადებდა რეალობაში ხელს და აქედან გამომდინარე ჩვენ გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ დაგვიქმნონ ეთერი და გავაგებინოთ სრულიად საქართველოს სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენი სინდისის პატიმრები ამათმა შერაცხეს როგორც კრიმინალები და ამ დროს თვითონ კრიმინალებს თვითონ აჯილდოვებენ და თანამდებობებს უმატებენ რეალობაში ეს არის სიმართლე. ქავატონო ელენე, როგორ ფიქრობთ? აუცილებლად გავაგებინებთ საქართველოს ჩვენ. აი როგორ ფიქრობთ, ვის მიწდება დამატებით ის ხმა, რომელიც თქვენ გინდათ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან გაისმას, არის თუ არა ისეთი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ვინც არ იცის რეალურად რა ხდება, ვინც არ იცის რომ თქვენი შვილიც, სხვები შვილებიც, ძმები ოჯახის წევრები დაკავებულნი არიან მხოლოდ ოლიგარქის ახირების გამო და მისი ძალაუფლების გახანგრძლივების ამოცანით. აი ვინ დარჩა ისეთი, ვინც დასარწმუნებელია კიდევ რომელიმე ეთერიდან, მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ შემთხვევაში ეთერიდან. იცით რა, სამწუხაროდ მე ჩემი პირადი აზრია, მე ესე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრია დარჩენილი რეალობაში. ან არ უნდა რომ გაიგოს რეალობა რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, რომ შეუძლიათ რომ ოლიგარქის მხრიდან იყოს ზეწოლა, ან კიდე მაშინ ძალიან ეშინიათ თავიანთი ფინანსების და აქედან გამომდინარე კეთილდღეობას ვერ თმობენ. აი მე უფრო ვიგულისხმე არა ანგაჟირებული ხალხი, ვინც რაღაცას ელის და ამიტომ არიგებს, არამედ ვინც მოინდომა და ვერ გაიგო, ვერ იპოვა სიმართლე. დიახ, იცით რა, ეხა ვერ იპოვა სიმართლე, ესეთიც ბევრი გვყავს, რომლებიც მერე ბრძოლას ანებებენ თავს და არიან გაჩვენებულები, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ვერ ნახეს და ვერ მიაღწიეს სიმართლეს. კი ჩვენც ბრძოლაში ვართ უკვე წელწად ნახევარზე მეტია და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და აუცილებლად მჯერავს და მწამს რომ მივახწევთ რაღაც დონემდე მაინც სამართალს. მოდით კიდევ ერთხელ აუხსნათ ჩვენს აუდიტორიას, რატომ მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც გაცილებით დაბალი რეიტინგის არის ვიდრე იმედი, რომელიც არანაკლებს და გაცილებით კიდევ მეტს ყვება ფალსიფიცირებულ ისტორიებს თქვენს შულზეც მათ შორის ხომ, რატომ არა რუსთავი 2, რატომ არა მაგალითად პოსტივი, რატომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა ვალდებულება აქვს თქვენს წინაშე როგორც მოქალაქის წინაშე საზოგადოებრივ მაუწყებელს? საზოგადოებრივ მაუწყებლობას იმიტომ ვირჩევთ, რომ ძირითადად ეს არის ხალხის და ხალხის ტელევიზია, რითაც უნდა ნამდვილად სიმართლე გაჟღერდეს. ჩვენს მიერ არის რეალობაში დაფინანსებული ეს საზოგადოებრივი მაუწყებლობა. ანუ ხელფასიდან დაწყებული, თუნდაც ეხლა სუსის შენობას რო გავს და არ გვიშვებენ შიგნით და გისოსებში არიან გამოკეტილები, ეს ყველაფერი არის ჩვენს მიერ გადახდილი თანხებიდან და თუნდაც ეხლა ხელფასიც და ის თავიანთი კეთილდღეობა რაც აქვს მოწყობილი დღეს თავიანთი ცხოვრება ბედნიერი და საკმაოდ კარგი სოლიდური ხელფასები, ეს ყველაფერი არის საზოგადოებიდან და საზოგადოების გადასახადებიდან და აქედან გამომდინარე ვალდებულები არიან და ვალდებულად ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა
ჩვენი ხმა გავიდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმიტომ რომ ეს ტელევიზია ეკუთვნის ხალხს, იმედი და რუსთავი არის ასე თუ ისე მაინც კერძო და მეტნაკლებად იმათთან ვერ მოვთხოვთ ესე კატეგორიულად და ეს საზოგადოებრივი თვითონ ჩანს რომ არის ხალხის და უნდა გაგვცენ პასუხი ნამდვილად და ეთერი უნდა დაგვითმონ, იმიტომ რომ მაგათ აშკარად ეშინიათ სიმართლის ალბათ დავალება აქვთ თავიანთი ეგრეთ წოდებული მთავრობისგან, რომ ეს სიმართლე ბოლომდე არ გაჟღერდეს და საზოგადოებამ სრულყოფილად არ გაიგოს. მაგის მაგალითი იყო, რომ ნახევრად რომ დახურეს სასამართლოები და თუ ესე არ ეშინია საზოგადოებრივ არხს, მაშინ მომიწვიონ და კითხვა მაქვს და გამცენ პასუხი. ჩემი შვილი, რომელიც აწამეს სამართლოში, პირველ სამართლოში და თვითონვე ჩვენმა არალეგიტიმურმა მთავრობამ დაზარალებული სტატუსი მისცა, მაშინ მიპასუხონ რატომ არ უნდათ აი ამის გაჟღერება, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ მთავრობამ თვითონვე თავისივე დანაშაული აღიარა ფაქტობრივად დაზარალებული სტატუსის მიცემის შემდეგ. კი ბატონო, ჩვენ ზუსტად 2 დღის წინ ვუყვებოდით ჩვენს აუდიტორიაში, შესაძლოა ნაწილს გამორჩა, ამიტომ ვეტყვით, რომ მას შემდეგ რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა არჩეული უნგრეთის ხელისუფლებაში, მათ მისცეს შესაძლებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც მანამდე ორბანის მეთვალყურეობის და გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომ გაეთავისუფლებინა საკუთარი შესაძლებლობები, ექცია მართლაც მედიურ შესაძლებლობებად და გაეთავისუფლებინა თავი და მათ ბოდიშით მიმართეს საზოგადოებას არხი გაითიშა და გამოჩნდა წარწერა. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გატყუებდით. მე მგონია, რომ ეს დღე დაუდგება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, მაგრამ მანამდე ვიდრე დაუდგება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ანალოგიური მოთხოვნა, რაც და ძალიან სამართლიანია ყველა ანალოგიური მოთხოვნა, რაც მის მიმართ ითქმება ხოლმე. ახლა თქვენს მოთხოვნებს შორის მე ვხედავ, რომ რა თქმა უნდა არის ერთი პირდაპირ ეთერის დათმობა, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თქვენ გნებავთ რომ აუხსნათ აუდიტორიას და საზმაუს მაყურებელს, რატომ სხედან ციხეში თქვენი შვილები და რას ატყუებდა აქამდე, ან რას არ ეუბნებოდა. მეორეც არის, როცა არ უყვები ამბავს, ეს კიდევ ცალკე ტყუილია, როდესაც მნიშვნელოვან საკითხებს უბრალოდ ტოვებს ყურადღებით. ხომ შეიძლება საერთოდ არ აშუქებენ და გითხრან ახლა რომ ჩვენ არ მოგვიტყუია, მაგრამ ესეც ტყუილია, როდესაც ჩვენ ნაწილობრივ აშუქებ ზუსტად იმ ამოკრებელ საკითხებს, რომელიც გინდა ეს მანიპულაცია ჩვეულებრივ. ერთ-ერთ მიმართვაზე მინდა გავაკეთო, ერთ-ერთ მოთხოვნაზე აქცენტი მიმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ჩაინიშნოს ხდომა და გვიპასუხოს კითხვებზე, რატომ არც ერთხელ არ დაგვეთმოს საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერი პატიმრის ოჯახის წევრებს, რატომ არ შუქდება ჩვენი აქტივობები, მაშინ როდესაც თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ მოქალაქეებთან პირადად მივიტანეთ თავისუფლების ხმა და ციხიდან და გავმართეთ 100-ზე მეტი ღონისძიება, აქცია თუ სხვაგვარი აქტივობა. მართლაც დიდი უსამართლობაა, როდესაც საზოგადოების მედია აი ასეთ აქტივობას არც ერთხელ არ აშუქებს. რა იმედი შეიძლება გქონდეთ თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, რომელშიც არის რამდენიმე ადამიანი, კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც იბრძვის ხოლმე ყველა ჩვენგანის ნაცვლად იქ, როდესაც არის ხდომები. გააქვთ მათთან რაიმე კონტაქტი და რაღაცა იმედი ისა იმისოთ, რომ ეს ასეთი შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს თქვენი შეხვედრისა? იცით მაგის იმედი ფაქტიურად შარშან რეალობაში როცა წერილობრივ მიმართეთ წელწადნახევრის წინ შარშან კიდე არსებობდა მაგის იმედი. ეხლა რო თქვა რომ მაგის იმედი მაქვს, ნამდვილად არა მაქვს, იმიტომ რომ რეჟიმმა მარწუხები უფრო მოუჭირა ეხლა როგორც ხედავთ ირგვლივ ყველაფერში და ყველგან და არ ამგონია რომ ამათმა გაბედონ და ჩვენ ეთერში დაგვსვან და სიმართლე გვალაპარაკონ, იმიტომ რომ ესენი ძალიან
მონები არიან ერთი სიტყვით და ამიტომ ვერ გაბედავენ მაგასო ჩვენ ეთერში ჩვენი სიმართლე გავაჟღეროთ და გავახმაუროთ. კი ბატონო, ჩვენ ველოდებით რას მიიღებთ პასუხად ხაზზე ვრჩებით, ვიცით რომ გექნებათ კიდევ ბრიფინგი, მას შემდეგ რაც პასუხი იქნება ან არ იქნება, სავარაუდოდ უფრო არ იქნება, თქვენი განწყობიდან ასეთი პროგნოზი მოდის, ხო? ნახოთ, დაველოდოთ, იქნებ მოხდეს რაღაცა სიახლე ამ დინში იყოს რაღაცა ისეთი. ველოდებით რაღაცა შეიძლება მოხდეს, რაღაც უბრალოდ პატარა რაღაცით შეიძლება ყურადღება გამოიჩინონ, რაც ალბათ საეჭვოა და იმედი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ დღის ბოლომდე ყოფნას და თუ არა და შემდეგ ალბათ ხელმეორედ დავაანონსებთ. როგორც ხვდები, თქვენ არაპირებთ ახლა რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ასე რომ ვთქვათ, მოეშვათ და გაანებოთ თავი და დააცადოთ შემთხვევაში გარედან მაინც შეაწუხებთ მათ ვიდრე ეთერში შეგიშვებდნენ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეწუხდებიან, ეხლა დღესაც შეწუხდნენ და კიდევ შეწუხდებიან. საზოგადოებრივი მაუწყებლობა კიდევ ვიმეორებ გვეკუთვნის ჩვენ ხალხს, საზოგადოებას და ვალდებულები არიან რომ ჩვენ დაგვითმონ ეთერი. არასოდეს არ დაუთმიათ ელემენტარული პატარა დროც კი და აქედან გამომდინარე დაჟინებით ვითხოვთ ეთერს. მადლობა ქალბატონო ელენე, მელინე ახობაძე, სინდისის პატიმრის, საბას სპეციალისტის დედა იყო ჩვენთან ხაზზე.